მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, იუთუბელებო, გამომწერებო, კიდევ ერთხელ სასიამოვნოა თქვენთან ჩემს არხზე შემოსვლა, ვინც ახლა მიყურებთ, ვინც ჩემი ერთგული მსმენელები ხართ, მაყურებლები ხართ, ვინც კომენტარებს მწერთ, პირადში მწერთ, მილაიქებთ, მიმესიჯებთ, იწერთ ჩემ არხს. მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა. ეხმარება ჩემ არხს განვითარებაში. შესაძლებლობა ეცემა ყველას, რომ უყუროს, ვისაც აინტერესებს ესა თუ ის თემები და ეხლა ავიღე ესეთი კლასიკური ტაროს დასტა. მხოლოდ უმაღლესი არკანები და ჯერ ვკითხავ, რა თქმა უნდა, ორ ვარიანტზე იქნება. თუ რა გველოდება უმაღლესი არკანების მიხედვით და მე პიროვნებაზე ვშლი და თუ შემოვა ჩვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი, ახალი პიროვნება. მოკლედ აირჩიეთ პირველი ან მეორე, ან უყურეთ ორივეს. ეს არის საჯარო გაშლა 100%-ით შეიძლება ეხა ყველაფერი არ დაემთხვას, მაგრამ შემთხვევითობა არ არსებობს ამ ცის კაბადონზე, ამ სამყაროში თუ რამე ხდება, ესე იგი ასე იყო საჭირო, უნდა მივიღოთ, ვისწავლოთ მიმღებლობა და ის განსაცდელია თუ გამოცდაა, ღირსეულად გავიაროთ. ხანმოკლეა ეს წუთი სოფელი და აქაც ვართ ჩვენ დროებით მოსული სულები, ვინც ვაბარებთ გამოცდას უკეთესი ცხოვრებისთვის და უკეთესი ჩვენი სულის გაძლიერებისთვის და განვითარებისათვის, უმაღლეს იერარქიობისთვის, ასე ვთქვათ. და აღარ გავაგრძელებ ხა ამაზე საუბარს. დავიწყებთ მოკლედ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. უმაღლესი არკანები. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აი ესე დავდებ, თქვენ არჩიეთ, რომელიც გინდათ და ავიღებ The Witch Garden Tarot Cards და ამაზე გავშლი. პირველ ვარიანტს ჯერ უშლი და მე მეორე ვარიანტს. თუ შემოვა ახალი ადამიანი. აი ესეთი კითხვა იყო შემოსული თქვენ ცხოვრებაში. თუ შემოდის რამე სიახლე და ახალი ადამიანი. პირველი ვარიანტი. თუ შემოდის რამე სიახლე და ახალი ადამიანი. თუ შემოდის რამე სიახლე და ახალი ადამიანი, მეორე ვარიანტი. დანარჩენს კარტი როგორც წაიყვანს, ისე გავაგრძელებ იმ ინფორმაციით და იმ მინიშნებებით კითხვას. დავიწყებ პირველი ვარიანტით. ამოვიდა მზე, გადასარევია. პირველ რიგში თქვენ ხართ ნათელი ადამიანი, შემოქმედებითი, ანათებთ, გამორჩეული, გასხივოსნებული შეიძლება იტყვას, ნათელი ენერგია. დიდი პოტენციალია თქვენში, თუ არ ხართ დედები, გახდებით დედები, უთბილესი, ულამაზესი დადებითი ადამიანი. მზე არის ყველანაირად დადებითი კარტი, გილოცავთ. მიყვარხართ და იყავით მზეები. ანათეთ და თქვენს ირგვლივ გაანათეთ და გაათბეთ სამყარო. ნამდვილად. აი ესეთი პიროვნება ამოდიხართ ეხა, ვინც ჩაიფიქრა პირველი, ვინც აქ ხართ შემოსული და რა სიახლეები გელით და თუ შემოდის ახალი ადამიანი. რაც შეეხება სიახლეებზე გელით ნამდვილად, იმიტომ რომ აქ ამოდის კიდევ ერთხელ მზე მომცა უკვე იმის საშუალება, რომ გითხრათ, რომ თქვენ ოთხივე ენერგიას ფლობთ. აქტიური, მიმზიდველი, ენერგიული, ახალგაზრდა, პოტენციალი, ლამაზი, ყველანაირად ინტუიცია, აი ყველა სფერო ჩართული. სულ გზაში ხართ, ან დადიხართ, ან შეიძლება მანქანა ყავთ, არ ვიცი. აი ძალიან აქტიური კარტია და ძალიან ბევრი გაქვთ თქვენ თავზე აკიდებული. საქმე, სამსახური, მოვალეობები, პასუხისმგებლობები და ეს ამის გამო ხართ გადაღლილი ეხლა.
ამის გამო ნახეთ ძალიან ბევრ რამეს ხართ მოჭიდებული, მაშინ თუ გამოჩნდება ახალი ადამიანი პირველ ვარიანტთან, კონკრეტულად ვეკითხები. უბრალოდ ისტორიას მიყვება კარტი და ინფორმაციას გადმომცემს. ახალი დასაწყისი აუცილებლად იქნება. თქვენში დევს ეს პოტენციალი, თუმცა სამუშაო გაქვთ, ნახეთ, არ ვიცი რა, ეს უკვე თქვენი ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, ცხოვრებაა, რა გაქვთ გამოსასწორებელი, რა გაქვთ შესაძლებელი, ხო? ტრანსფორმაცია უნდა გაიაროთ თქვენ, ანუ თქვენ ცნობიერში და აი აგერ ახალი დასაწყისი ისევ ამოდის შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ადამიანი, ულამაზესი ქალი, ჯანმრთელი პირველ რიგში და ის რომ პოტენციალი დევს თქვენში უკვე თუ არ ხართ დედობის, თუ ხართ დედა, ну, რა ვიცი. კიდე შეიძლება გახდეთ დედა, ან უბრალოდ ბუნებით ხართ ქალური, ელეგანტური, შარმიანი, ლამაზი, მიმზიდველი, არც ერთი მამაკაცი რო უარს არ იტყვის და ყველა ქალური თვისებებით დაჯილდოებული და რაც თავარი ახალი დასაწყისით.